8 წლის ნიტას ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. საძირი არტერიების დაავადება, ინკინგი და კოალინგი. შესაბამისად მკურნალობაც არასწორად წარიმართა, რამაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. გონების დაკარგვა, შეტევები, მხედველობის და სმენის დაქვეითება, გაუსაძლისი ტკივილები. ეს არასრული ჩამონათვალია, რასაც ეს პატარა ანგელოზი უძღებს. ეს კი ნიტას დაიგო 6 წლის გაბრიელაა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ დაკარგა ნიტამ გონება მის თვალწინ და მას შემდეგ ამ პატარა ანგელოზის ყოველი გაღვიძება შემზარავი შიშით იწყება. ჩემი დაიგო ხომ ისევ ცოცხალია. ბავშვი იმდენად კეთილია, რომ თავისი საყვარელი სენდვიჩი მიუსაფარი ძაღლისთვის არ დაინანა, იმის მიუხედავად რომ თვითონაც ძალიან შიოდა. საკმარისია მხოლოდ ერთხელ ჩახედოთ გოგონას თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ მისი პაწაწინა გული დარდითა და სევდით არის სავსე. ჩემმა დაიწყო თუ წამლები არ მიიღებს მოკვრება. ძალიან მიყვარს ჩემი დაიწყო და ნერვულობ. სადაც არის ახალი წელი დადგება? რას ისურვებდი? ნიტა იყოს კარგად. შენთვის არაფერს არ ისურვებდი? არა, მარტოსე ჩუქრებს ისურვებდი ნიტასთვის. ყველასაც უქარი ნიტას? შენთვის არაფერი? ნიტას სიცოცხლისთვის აუცილებელია ძვირადღირებული მედიკამენტები, მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია. თურქი ექიმები ელოდებიან ჩვენს პრინცესას, მაგრამ რაქნას ნიტას დედამ ის ხომ 7 მცირეწლოვანი შვილის დედაა და თან სრულიად მარტო ზრდის ბავშვებს. გმირი დედა. ახლა ის დროა, რომ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ ამ პატარა ანგელოზის ნიტა ჩოხელის გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.